ისე ეგეთი კითხვა მექნება თქვენთან და მე ვერ გავერკვია ჯერ. მე მაქვს ეგეთი შეხედულება, წეღანაც ვთქვი და მე მომწონს ხოლმე როცა რაღაც შეცდომები ხდება. როგორ უნდა მოგწონდეს ახლა სამართლიანობა რო არ იმარჯვებს რა. ვიღაცას თუ ხელზე მოხვდა ბურთი და ისე შევარდა. არასამართლიანია, ცხადია, მაგრამ მე მგონი ეგ რაღაც ხიბლს მატებს ხოლმე. სპორტს, ხო? აი ვარის სისტემას როგორ უყურებთ? თქვენ სადაც, აი შეცდომა უკვე წარმოუდგენელი ხდება და რაღაც მათემატიკური სიზუსტე. თუმცა მანდაც კარგად ეშლებათ ხოლმე. მაგრამ ხვდებით რომ აი 60 წელიწადში უკვე შეცდომა დათო თან შენი აზრებიც მოაყოლე ხოლმე თორე ისა ჩემი აზრით დავესესხები ჩვენს წინა ერთ-ერთ წინა გადაცემას, როდესაც ჩვენი სტუმარი იყო ყოფილი მსაჯი და ჩვენი კოლეგა ლაშა სილაგავა, რომელთან საუბრის დროსაც აი ვართან დაკავშირებით ასეთი რაღაცა გამოიკვეთა. აფსაიდი ვთქვათ, აფსაიდის შემთხვევა. ესე იგი, როგორც ირკვევა, ფეხი რომ მოდის ბურთთან იმ ფეხბურთელის, რომელიც პასს აწვდის. ამასობაში იქ წიგნ ვიღაცა არის, ან არ არის აფსაიდში. ერთი არის მომენტი, როდესაც ფეხი ეხება ბურთს და მეორე არის მომენტი, როდესაც ბურთი იწყებს მოძრაობას. როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებმა დაამტკიცეს, არის რაღაც დრო. ეს არის რაღაცა მილი რაღაცა წამები, ხო? კი ბატონო. რომლის განმავლობაშიც წინ კაცი ასწრებს გადაადგილებას. ვარი რომელს თulis შეხებას თუ შეხებამდე არ არის ჯერ ტექნიკა ესე ან ეშმაკობენ და რომელსაც უნდათ იმას თulis. ხა ზუსტად ტექნიკა ასე დახვეწილი არ არის რომ აი ეს წამის მილიწამები დათვალოს, ხო? ანუ საკამათო არ დაილევა. საკამათო ჩემთვის რო გითხრა თუ ფეხბურთი მივიდა იმამდე მაგალითად როგორც არის ბობსლეიში, სადაც გამარჯვებული ითვლება წამის მიათასედებით, ხო? უკვე მიათედები და მიასადებითაც არა, წამის მიათასედებით ითვლება ბობსლეიში და ფეხბურთშიც თუ რაღაცა აი წამის რაღაცა მიათასედებმა უნდა იმასთან ბუნებრივია ეგ. არა, ნუ აი რეალური ფაქტი გამოდის. რა მე როგორც კონსერვატორს დიდად არ მხიბლავს აი რაღაცები წამის მიათასედებით რაღაცეების გაზომვა არ მხიბლავს დიდად. ხელის თამაში ყველა ვარიანტში ინტერპრეტაციაზეა, ხო? აქ ისევ ადამიანური ფაქტორია. რა საკვირველია? რა ჩავთვალოთ ხელით თამაშად და რა არ ჩავთვალოთ ხელით თამაშად. კონკრეტულ მომენტში თუ ზოგადად ვერ შეჯერდა ჯერ ხო, ვერ შეჯერდა. ხო, რაღაცა შემთხვევაში მომხვდა და მაინც არ მიდიოდა იქითკენ, ხო, ნუ არის რაღაცა ბევრი რაღაც არის. არა, ისევ და ისევ ლაშას დავესესხები, იმას რა ქვია, რა გვარია კაცო UEFA-ს არა კაცო, UEFA-ს პრეზიდენტი. პრეზიდენტი ჩეფერინი. ჩეფერინმა დაიბარა თურმე კაპელო კლოპი ვიღაცა ეს წამყვანი მსნელები დასვა დარბაზში, ჩაურთო მომენტი. იყო თუ არა ხელით თამაში, ნახევარს უთქვამს, იყო ნახევარს უთქვამს, არ იყო და ეხლა წეღან მე რო ვთქვი იმის არ იყოს, გამარკვიეთ, მე რა ვქნაო. მე მსაჯმა რა გავაკეთო ამ შემთხვევაში. ხო და ძალიან უცნაური. მე ერთი მხრივ შეუძლებელია გინდოდეს რომ სამართლიანი არ იყოს მაქსიმალურად, მეორე მხრივ ხვდები რომ რაღაც პეცი აქვს რა. კი, აუცილებლად, ახლა ფეხბურთი ისეთი ერთადერთი რაც გაღიზიანებს, ნუ ეს სიხარულის ეფექტი რო კვდება რა. 3 წუთის მე გოლი რო გაიტანა ტიპმა და 3 წუთის მერე რო იგებს რომ ეს გოლი არ ითვლება. ხო, ეგ კი. იყო შემთხვევა თამაშის დამთავრების მერე გაიგებს რომ გოლი ჩაიტო, თუ ჩაიტო, კი, ლივერპული ნაპოლი რო იყო რა, უკვე არაფერს წყვეტდა თითქმის ეგ თამაში და ლივერპულში 2-0 რო წააგო ნაპოლიმ გუფის ბოლო ტურში 0-0 იყო და ის ნაპოლიში ოსტიგორი როა ნორვეგიელი. ცხოვრებაში მე მგონი პირველად გაიტანა გოლი რა და თან ლივერპულში ენფილდზე რა წარმოიდგინე ეხლა შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა და რაღაცა ცხვირი ხონდა წინ თუ რაღაც ესეთი ხო კაცი გაგიზდა. ხო, მაგრამ აბსოლუტურად ვეთანხმები დათოსო ეს თავის ხიბლს მატებს ეს კამათი დავა რა ტოფიკ ბაქრამოვი რო არ ყოფილიყო სოფლიო ფეხბურთს დააკდებოდა. ღმერთის ხელიც არ იქნებოდა სპორტაში. ღმერთის ხელი არ იქნებოდა. არ იქნებოდა. არა და რამხელა ისტორია დაწერა მაგ ღმერთის ხელმა. მაგრამ მე მგონია ჩვენ ვარომანტიზირებთ ეხლა რა. არა ეს რომანტიკაც უნდა ახლდეს რა, რომანტიკა. ხო, მოდი ახლა მაგალითად ვკითხოთ რომელი გასა ინგლისელი იმას რა ქვია ეს ღმერთის ხელი მოსწონს თუ არ მოსწონს ეხლა ვარი რა თქმა უნდა. ტოფიკ ბაქრამოვი მოსწონს თუ არ მოსწონს ინგლისელს ეგეც ვკითხოთ. ეგეც ვკითხოთ, გერმანელს ვკითხოთ მოსწონს თუ არა ტოფიკ ბაქრამოვი. ისე გასკოინმა რა მაგარი რაღაცა უთხრა სიმენს მაშინ სიმენმა დღესაც ვერ ვივიწყებო, ვერ ვაპატიებ მარადონას. მარადონა რო გარდაიცვალა, გადაცემა იყო, პოდკასტი იყო ინგლისში და სიმენმა რას ამოფო მე მარადონაზეო ვერასოდეს ვერ შეურიგდებიო რა ის რაც გამიკეთაო რა
მაგით გაგხადა პოპულარული. ხო, ასე რომ ტოფიკ ბახრამოვი აუცილებელი.